დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მეორე და დედოფალი კამილა ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან. ბრიტანეთის მონარქი ამერიკის დედაქალაქში 27 აპრილს ჩავიდა და მას თეთრსახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ უმასპინძლეს. ვიზიტის ფარგლებში მეფე ჩარლზი ამერიკის კონგრესში სიტყვით გამოვა. ეს მეორე შემთხვევა იქნება, როცა გაერთიანებული სამეფოს მონარქი კონგრესის ორივე პალატას სიტყვით მიმართავს. პირველად კონგრესში სიტყვით ელიზაბეთ მეორე 1991 წელს გამოვიდა. დიდი ბრიტანეთის მონარქი შეერთებულ შტატებს ქვეყნებს შორის ბოლოდროინდელი დაძაბული ურთიერთობების ფონზე სტუმრობს. ტრადიციულ მოკავშირეებს შორის ურთიერთობა ირანში მიმდინარე ომის შემდეგ გამწვავდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ევროპის მსგავსად დიდი ბრიტანეთი ამერიკას ირანთან ომში საკმარისად არ დაეხმარა. დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით მოკავშირეებს რეგიონში სამხედრო ფლოტის გაგზავნაც მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. მას შემდეგ დონალდ ტრამპმა მოკავშირეები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი და მისი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი არაერთხელ გააკრიტიკა. შტატების პრეზიდენტის განცხადებით კირ სტარმერი უინსტონ ჩერჩილი ვერ არის. გასულ კვირას გამოჟონილ პენტაგონის მეილებში კი საუბარია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ატლანტის ოკეანის სამხრეთით მდებარე ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებით საკუთარ პოლიტიკას გადახედოს. ამ დროისთვის კუნძულთან დაკავშირებით, რომლის კონტროლის მოსაპოვებლად 1982 წელს ბრიტანეთსა და არგენტინას შორის ომი დაიწყო, შეერთებული შტატები ბრიტანეთის სუვერენიტეტს აღიარებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კრიტიკის მიუხედავად დონალდ ტრამპმა მეფე ჩარლზის მიმართ ქება არ დაიშურა. სახელმწიფო ვიზიტის წინ თეთრი სახლის პრესპიკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მეფე ჩარლზს ყოველთვის დიდ პატივს სცემდა. მათი ურთიერთობა კი გასულ წელს პრეზიდენტის ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გამყარდა. ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობების გარდა მეფე ჩარლზის წინაშე კიდევ ერთი საკითხი დგას. ეპშტეინის საქმე, რომელშიც მეფის უმცროსი ძმა ენდრიუ მაუნტბატენ უინძორი ფიგურირებს. ეპშტეინის ფაილების გასაჯეროების შემდეგ, რომლებშიც სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაზეა საუბარი, ენდრიუს სამეფო ტიტული ჩამოერთვა. საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩამოაშორეს და მის წინააღმდეგ გამომძიება მიმდინარეობს. დაზარალებული ქალები დიდი ბრიტანეთის მეფეს მოუწოდებენ, მათ და სექსუალური ძალადობის სხვა მსხვერპლ ქალებს შეხვდეს. ჯერჯერობით უცნობია აპირებს თუ არა დიდი ბრიტანეთის მეფე მათთან შეხვედრას.